მადლობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. განსხვავებული მიდგომაა და ორმაგი სტანდარტი, რატომ გამოტოვა ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ საერთო ანგარიშიდან კორუფციისა და ადამიანის უფლებების შესახებ თავი უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, მაშინ როცა ამავე საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტში საქართველოსთან მიმართებით ვრცელი და კრიტიკული ანალიზია. ქვეყანაში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის გაგზავნილ შეკითხვაზე პასუხს კურიერი ამ დრომდე ელის. მმართველი გუნდი თვლის, რომ ბრიუსელის ანგარიში ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების წარმოების მორიგი მტკიცებულებაა. საქართველოს შემთხვევაში სრულად არაობიექტურად არის მიმოხილული როგორც კორუფციის მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, ასევე ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც ჩვენ საუბრობდით ორმაგ სტანდარტებზე და არაგულისფროდ დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებაში, სწორედ ამას გულისხმობდით. საბოლოო ჯამში ჩვენ და სამწუხაროდ ევროკომისია და ევრობიუროკრატია თავად უთხრიან ძირს საზოგადოების ნდობას ევროკავშირის მიმართ მსგავსი საქციელებით. ყველაფერზე მიდის ევრობიუროკრატია, წარმოიდგინეთ იმაზეც კი წავიდნენ, რომ ევროსაბჭოს ანგარიში საერთოდ არის საუბრეს უკრაინა, მოლდოვის მოცემულობაზე, მათ შორის კორუფციასთან მიმართებაში. ან რა უნდა ესაუბროთ, ან უნდა ჩაეწერათ იქ რა რეალობაც არის მათივე ინსტიტუტების შეფასებით, რომ უკრაინა ნომერ პირველ კორუმპირებულ ქვეყნად არის აღიარებული და მოლდოვა ნომერ მესამე კორუმპირებულ ქვეყნად მსოფლიოში, ეს უნდა ჩაეწერათ და როგორც ჩანს ეს ვეღარ ჩაწერეს და ადგენენ და მთლიანად ამოიღეს ჩვენი პოლიტიკა ეს არის, მათ შორის ხალხის ძალის რომ სიმართლე უთხრათ საზოგადოებას და ამას ყოველთვის გავაგრძელებთ. და ყოველთვის ვამხელთ იმ ევრობიუროკრატიას, რომელმაც თავად დაკარგა ევროპული ღირებულება და ჩვენ მოგვიწოდებს, რომ შევინარჩუნოთ ევროპული ღირებულება. კაია კალასმა აღიარებითი ჩვენებით დაადასტურა ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტები და დისკრედიტაციის მიზან მიმართული კამპანიები. ასე ხმიანებიან თბილისში ესტონეთის სასამართლოს განკარგულების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს. რამდენიმე დღის წინ მოსამართლემ კაია კალას დაავალა საჯაროდ ეღიარებინა, რომ მან 3 წლის წინ ესტონეთის პრემიერ-მინისტრობის დროს ერთ-ერთ ადგილობრივ პოლიტიკოსზე მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. კალასმა სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულა. კაია კალასის ეს განცხადება არის სწორედ ის მიზანი, თუ როგორ უნდათ, რომ სხვადასხვა მოძრაობები, სხვადასხვა ჯგუფები, რომელიც სარგებლობენ თავის ქვეყანაში პოპულარობით და უნდათ იმ ქვეყანაში მართონ ხელისუფლება, პირდაპირ მიდის მათი დისკრედიტაცია. სწორედ ერთ-ერთი მთავარი ავტორი არის ამის კაია კალასი, რომელიც ასევე ჩვენს მიმართაც უმრავლეს შემთხვევაში ავრცელებს დეზინფორმაციას და პირდაპირ აკეთებს ხოლმე პოლიტიკურ განცხადებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. 3 დღე გაგრძელდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის მომლაპარაკებელ ჯგუფებთან. მაიამიში მხარეებმა ომის შეჩერების პირობები განიხილეს. კიევის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ სტივ ვიტკოფმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიალოგის ძირითადი ნაწილი ტრამპის 20 პუნქტიანი გეგმის სამომავლო რეალიზებას, უსაფრთხოების გარანტიების პირობებსა და ეკონომიკური განვითარების საკითხებს დაეთმო. შეხვედრის ბოლოს უკრაინამ და შტატებმა იდენტური განცხადებები გაავრცელეს. პარალელურად პროდუქტიულად და კონსტრუქციულად შეაფასა ვიტკოფმა შეხვედრები რუს მომლაპარაკებლებთან. რუსეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნის მიმართ კვლავაც სრულად ერთგული რჩება, დაწერა ტრამპის მომლაპარაკებელმა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კირილ დმიტრევთან შეხვედრის შემდეგ. ცნობილია კრემლის პოზიციაც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ უკრაინის, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბოლოს შემუშავებული პირობების უმეტესობა მშვიდობის დამყარებას ხელს უშლის. ირაკლი ყანდაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარეა. მან არჩევნების მეორე ტურში ხმების ელექტრონული დათვლის შედეგების მიხედვით 107 ხმით აჯობა კონკურენტს. ირაკლი ჩომახაშვილს დაგაიმარჯვა. ადვოკატთა ასოციაციის ახალი ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ მათი პროფესიის განვითარებისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. ინტერესი ერთი გვაქვს, ეს არის პროფესიის განვითარება და მხარდამხარ თითოეული ადვოკატი რა თქმა უნდა ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ პროფესიის განვითარებისთვის. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო თითოეულ ადვოკატს, რომელმაც მე პირადად 2 ტურის მანძილზე, როგორც პირველ ასევე მეორე ტურში დიდი ნდობა გამომიცხადა და სრულად მათ შორის დავაკომპლექტეთ როგორც აღმასრულებელი საბჭოს წევრები, ასევე ეთიკის კომისია და სარევიზიო კომისია. ძალიან კონკურენტულ ბრძოლაში გამოვლინდა გამარჯვებული ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც უხემძღვანელებს ასოციაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მე უბრალოდ ამაყივარ ქართველი ადვოკატების
ქართული იურიდიული პროფესიის, რომ ასეთი მაღალი კლასის გამჭვირვალე დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ და ჩვენ ყველამ ერთად ეს შევძელით. წინა სახელმწიფო პერიოდში ნაძვის უკანონო მოჭრასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ გარემოს დამცველები. მიმდინარეობს რეალიზაციის ადგილების ინტენსიური მონიტორინგი. თბილისში აქტიურად მოწმდება ძველი სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, ყველგან სადაც ნაძვები და ტოტები იყიდება. უწყვეტი პატრულირება ხდება რეგიონებში. უკანონობის აღმოჩენის შემთხვევაში ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს ცხელ ხაზზე დაკავშირებას თხოვს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი წლის პერიოდის მოახლოებასთან ერთად კონტროლს ამკაცრებს წიწოვანი ხემცენარეების უკანონო მოპოვება, ტრანსპორტირება, რეალიზაციის ფაქტებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წიწოვანი ხემცენარეებით მდიდარ რეგიონებს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს არალეგალურად არ მოიპოვონ წიწოვანი ხემცენარე. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპარტამენტის მხრიდან გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. ზესტაფონში უმასპინძლეს საახალწლო ღონისძიებას თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას ყველა თაობის ადამიანი დაესწრო. გუშინდელი დღე გალა კონცერტი დასრულდა, რომელშიც ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მომდინარეობს. უკვე რამდენიმე წელია ზესტაფონში ვხდები ნაძვის ხის ანთებას და ძალიან მოწონთ. წელს უფრო მეტად დაიხვეწა და გალამაზდა ჩვენ ზესტაფონი ეს პატარა ქალაქი და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ლამაზია ყველაფერი. ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია აქ ზესტაფონის სცენაზე ვიდგე და უზიარებდე ადამიანებს ჩემს სითბოს, სიყვარულს, ბედნიერებას, რომელიც მოსდევს ხოლმე რა თქმა უნდა ახალ წელს, შობა ახალ წელს. ემოციურია იმდენად, რამდენადაც მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. ჩვენ მოქალაქეებთან ერთად ავანთეთ ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე, ნამდვილად ძალიან ბევრი ხალხი არის მოსული. მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეულ მათგანს, რომ ჩვენთან ერთად იზეიმეს ეს დღესასწაული, რასაც ნაძვის ხეს ანთება ქვია. მიხარია, რომ დღეს ზესტაფონი ძალიან ლამაზად არის მორთული. მინდა 2000 დამდეგი 2026 წლის მოსვლა მიულოცო. ყველას უსურო ჯანმრთელობა, ბედნიერება. საახალწლო კონცერტი გაიმართა თიანეთშიც. ღონისძიებაში მოწვეული სტუმრები შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მანამდე თიანეთის ცენტრში შედგა არაერთი საბავშვო აქტივობა. პატარები თოვლის პაპამ დაასაჩუქრა, მოეწყო ზღაპრის გმირების წარმოდგენა, საზეიმო დაინთო ნაძვის ხე. იყო ფეერვერკიც. ძალიან სასიამოვნო საღამო არის. იგრძნობა ძალიან კარგი საახალწლო განწყობა. ყველას ძალიან ბედნიერი სახეები აქვს. დიდი მადლობა განწყობის შექმნისთვის. და გილოცავთ დამდეგ 2026 წელს. მიმდინარეობს ღონისძიება სხვადასხვა შემსრულებლების მიერ და რა თქმა უნდა მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას, კულტურის სამინისტროს, ასევე შემოქმედებით საქართველოს აი ამ ლამაზი ღონისძიებისთვის და ბავშვების ასე გახარებისათვის. საშობაო სოფელი, საბავშვო გასართობი შოუ პროგრამები და საახალწლო კონცერტები. სადღესასწაულო დღეებია რუსთავშიც. განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა ამ მიმართულებით გასული შაბათ-კვირა. გუშინ დღის ბოლოს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან ზვიად ბოლქვაძისა და რანინელების კონცერტი გაიმართა. ქალაქის ცენტრის გარდა საზეიმო განწყობა იგრძნობა რუსთავის შიდა უბნებშიც. ძალიან კარგად ჩაიარა ჩვენმა კონცერტმა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რუსთავის მერიას და რუსთაველებს, იმიტომ რომ მართლაც დაუვიწყარი საღამო იყო ჩვენთვის სიამოვნეთ და ალბათ ვსენები მათი სიამოვნეს და მოკლედ ყველას გელოცოთ ახალ წელს. გქონდეთ ბედნიერი ახალი წელი. რუსთავში საშობაო სოფელში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. რუსთაველებისთვის დღეს იმღერეს ზვიად ბოლქვაძემ და რანინელებმა. ამით არ სრულდება საახალწლო ღონისძიებები 26 დეკემბერს. ველოდებით რუსთაველებს კიდევ ერთ ლამაზ საღამოზე. საქართველოს ებრაელთა ისტორია, ასე ქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ისრაელის ქალაქ ბათიამში შედგა. წიგნის ავტორი სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ებრაელი ავტორი იაკობ ბოფირია. კრებულის პრეზენტაცია აფხაზეთის მთავრობის წევრების სამუშაო ვიზიტის დროს შედგა. წიგნში შესულია უნიკალური საარქივო მასალები. დღევანდელი საღამო იყო ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური შეიძლება ითქვას წარმომადგენლობით ჩვენი აფხაზეთელები, ქართველი ებრაელები, რომლებიც სავსე იყო დარბაზი და სწორედ ის აურა და სივრცე, რომელიც აკტრიალებდა ჩვენთვის აფხაზეთელების, ზოგადად ქართველების ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში არის უაღრესად დასაფასებელი და მნიშვნელოვანი. ეს საღამო
ძირითადში პასუხს იძლევა იმაზე, თუ რამდენად ძვირფასი იყო ეს ატომეული ჩემთვის. ესეთი ნაწარმოებები სახლში არ უნდა ინახებოდეს, უნდა გავწოდოს ყველასთან. იმიტომ რომ აი იმ ძველი ისტორიული ფაქტების მოგონება და მათი დამკვიდრება ესე იგი ცხოვრებაშიც ეს მე მგონი ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. დღეს ამბების ნახევარწლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი2.g შეგეძლიათ. კურიერი 9-ზე ამით დასრულებულია. მე 10-მდე გემშვიდობებით. ტილის ეთერი კი გრძელდება.